მოგესალმებით ამ შემეცნებით განხილვაში. დღეს ვისაუბრებთ თემაზე: ჩინეთის დიდი კედელი. მითები, ტალახი და თანამედროვე ილუზიები. მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და ჩაუღრმავდეთ იმ უხეშ, მაგრამ წარმოუდგენლად საინტერესო რეალობას, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე არასწორად გაგებულის სტრუქტურის მიღმა იმალება. წარმოიდგინეთ ძეგლი, რომელსაც პრაქტიკულად ყველა იცნობს, მაგრამ სინამდვილეში თითქმის ყველაფერი, რაც მასზე ვიცით, რბილად რომ ვთქვათ, ცოტათი გადაჭარბებულია. აბა დაფიქრდით, რა მოხდება თუ ყველაფერი, რაც ჩინეთის დიდი კედლის შესახებ იცით, სრული ტყუილია? ხო, ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ მოდით თვალი გაუსწოროთ რამდენიმე საყოველთაოდ აღიარებულ ფაქტს, რომელიც რეალურად სხვა არაფერია თუ არა სუფთა წყლის ფიქცია. ხომ იცით, ხშირად ისტორიულ მითებს აბსოლუტურ ჭეშმარიტებად ვიღებთ ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ასეთ გრანდიოზულ და შორეულ კულტურას ეხება. გადავხედოთ ყველაზე პოპულარულ მითებს. ალბათ გაგიგიათ, რომ კედელი კოსმოსიდან ჩანს, ან რომ ის 2000 წლის წინ ერთიან სტრუქტურა დაშენდა. ზოგი იმასაც ამბობს, რომ მის საძირკველში მშენებელთა ძვლებია ჩატანებული და მისი სათოფურების სამხრეთისკენაა მიმართული, რადგან თურმე ჩინელებს არ აუშენებიათ. წინასწარ გეტყვით, აქედან არცერთი, აბსოლუტურად არცერთი არ არის სიმართლე. არქეოლოგებს იქ არანაირი ძვლები არ უპოვიათ. ის არცერთიან სტრუქტურა დაშენებულა და თქვენ წარმოიდგინეთ 2003 წელს ჩინელმა კოსმონაუტმაც კი დაადასტურა, რომ კოსმოსიდან ეგ კედელი უბრალოდ არ ჩანს. მაშინ ჩდება კითხვა, საიდან მოვიდა ეს ამხელა აღფრთოვანება? ამის გასაგებად 1798 წლის ერთ საინტერესო კულტურულ შეჯახებას უნდა შევხედოთ. ბრიტანელი ელჩი ლორდ მაკარტნი ამ ნანგრევებს უყურებდა და ხედავდა ბრწყინვალე უძველეს არქიტექტურულ საოცრებას, მაღალი ცივილიზაციის ნიშანს. მაგრამ იცით, ჩინეთის იმპერატორი რას ხედავდა? გამოუსადეგარ ჩამოშლილ ნანგრევებს, რაც მათთვის წარსული ტირანიის მწარე შეხსენება უფრო იყო. ეს ძალიან კარგად გვაჩვენებს იმდროინდელ უზარმაზარ კულტურულ აცდენას. რეალურად კედლის ეს დიდებული ბრენდი ევროპელმა ტურისტებმა შექმნეს. ჩინელებს კი ეგონათ, რომ უცხოელები უბრალოდ გაგიჟდნენ ამ საკეულო ქვებზე, ასე რომ დაცოცავდნენ და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. მოდით კედლის ნამდვილ ისტორიულ ევოლუციას გავყვეთ. ეს იყო აშენების, მიტოვებისა და ნგრევის ძალიან ქაოსური პროცესი, რომელიც 1000 წლეულებს ითვლის. ძველი წელთაღრიცხვით 700 წელს მებრძოლმა სახელმწიფოებმა პირველი ფრაგმენტული მიწის კედლები ააგეს. მერე 221 წელს იმპერატორმა ცინ ში ხუანდიმ ეს კედლები გაერთიანა. ძველი წელთაღრიცხვით 206 წელს ხანის დინასტიამ სტრატეგია შეცვალა და საგუშაგოებსა და სასიგნალო ცეცხლებზე გადაერთო. და მხოლოდ გაცილებით გვიან უკვე ჩვენი წელთაღრიცხვით 1400 წელს დაიწყო მინის დინასტიამ იმ თანამედროვე ქვის კედლის მშენებლობა, ასე რომ ეს არასდროს ყოფილა ერთიანი, წინასწარ გათვლილი გეგმით აგებული შენობა. სინამდვილეში ჩინელები მას ისტორიულად არც კი უწოდებდნენ დიდს. ის ცნობილი იყო როგორც გრძელი კედელი. და იცით რა? ხალხს ის საშინელად სძულდა. მათთვის ეს არ იყო საოცრება, ეს იყო სისასტიკის, იძულებითი შრომისა და იმპერიული ტირანიის საშინელი სიმბოლო. თუ გაინტერესებთ, როგორ შენდებოდა ეს უძველესი ვერსიები, დაივიწყეთ ლამაზი ქვის კოშკები, ისინი ტკეპნილი მიწით შენდებოდა. წარმოიდგინეთ, რა რთული იყო. ჯერ ორ მასიურ პარალელურ თხრილს თხრიდნენ, მერე შიგ მძიმე ხის ყალიბებს დგამდნენ. შემდეგ ადგილობრივი თიხისა და ქვიშის ფენებს რიგრიგობით ასხამდნენ და თითოეულ ფენას ხელით ძალიან მჭიდროდ ტკეპნიდნენ. შედეგად კი იღებდნენ 5 მეტრის სისქის ფაქტობრივად ტალახის კედელს. წარმოგიდგინიათ, რამხელა შრომაა. უბრალოდ დაფიქრდით ამ რიცხვზე, 10,000. ეს გვიჩვენებს იმ კატასტროფულ ადამიანურ ფასს, რაც კედელს დაედო. 10,000 მუშას. წარმოიდგინეთ, მთელი 12 წელი სჭირდებოდა იმისთვის, რომ ამ დამღლელი მეთოდით სულ რაღაც ასიმეტრია ეშენებინა. ახლა ალბათ უკვე გასაგებია, რატომაც ძულდათ ის რიგით ადამიანებს ასე ძალიან. ამ ყველაფრის ფონზე ჩნდება ერთი ძალიან ლოგიკური კითხვა: თუ ეს სტრუქტურა მართლაც ასეთი გრანდიოზული და წარმოუდგენელი იყო, რატომ არ დაწერა ლეგენდარულმა მოგზაურმა მარკო პოლომ მის შესახებ თუნდაც ერთი სიტყვა თავის ჩანაწერებში? პასუხი იმ დროის რეალობაშია. მე-13 საუკუნისთვის ეს ტალახის კედლები უკვე ფაქტობრივად მიტოვებული იყო და ინგრეოდა. როცა მონღოლები შემოესვნენ, მათ ამ კედლებს მარტივად აუარეს გვერდი, ან სულაც პირდაპირ გადაუარეს. იმ დროისთვის ჩინელი მმართველებიც აღარ ეყრდნობოდნენ კედელს, მათთვის მთავარი ღია ბრძოლები და დიპლომატია იყო. შესაბამისად, მარკო პოლომ კედელი უბრალოდ დააიგნორა, რადგან ადგილობრივებიც ზუსტად ასევე იქცეოდნენ. ის უკვე აღარავის აინტერესებდა. ახლა გადავიდეთ მინის დინასტიის შედევზე. ანუ იმ ქვის დრაკონის შექმნაზე, რომელსაც დღეს ყველა ჩვენგანი წარმოიდგენს ხოლმე, როცა დიდ კედელზე ვსაუბრობთ. სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა მონგოლების განდევნის შემდეგ. მას მერე, რაც მინის დინასტიის იმპერატორი ტყვედ ჩავარდა, საშინელმა პანიკა მიფეთქა. ამიტომ მათ სასწრაფოდ გამოიყვანეს 40,000 მუშა და სულ რაღაც რამდენიმე თვეში 1100 კილომეტრის სიგრძის აგურისა და ქვის კედელი ააღეს. აი ზუსტად აქედან იწყება იმ მონუმენტური კედლის ისტორია, ჩვენ რომ ვიცნობთ.
მაგრამ მოდით შევადაროთ მათი გეგმა და მაშინდელი რეალობა. გეგმით ქვის კედლები დამპყრობლებისთვის გადაულახავი ბარიერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რეალურად მანჯურიულმა ძალებმა მას ძალიან მარტივად აუარეს გვერდი. საგუშაგო კოშკები მძიმედ შეარაღებული ჯარის კაზარმებად მოიაზრებოდა, თუმცა სინამდვილეში ჯარს ხელფას არ უხდიდნენ და გამუდმებით ამბოხებული იყო. კარიბჭეთანაც მყაცრი კონტროლი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მცველებს იმდენად ადვილად ქრთამავდნენ, რომ კარს უპრობლემოდ უღებდნენ მტერს. მოკლედ რომ თქვათ, შიდა კორუფციამ ეს გრანდიოზული თავდაცვის სისტემა შიგნიდან გამუხრა. დროთა განმავლობაში სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა. 2012 წლის მონაცემებს თუ დავხედავთ, სურათი საკმაოდ სავალალოა. მინის დინასტიის დროინდელი კედლის 22% უკვე მთლიანად გამქრალია. რატომ? იმიტომ რომ საუკუნეების მანძილზე ადგილობრივები მას უბრალოდ შლიდნენ და სახლების ასაშენებლად იყენებდნენ. 70% ნგრევის პირასაა და საფრთხის ქვეშ იმყოფება. ფაქტობრივად კედლის მხოლოდ 8%-ია კარგად შემონახული ტურისტისთვის. მხოლოდ 8%. რაც მიგვიყვანს ჩვენი განხილვის ალბათ ყველაზე საინტერესო ნაწილამდე, თანამედროვე ილუზია, როგორ აღადგინეს ისტორია ტურისტებისთვის. ის იდეალურად შემონახული კედელი, რომელსაც ინტერნეტში ვხედავთ, დიდწილად მე-20 საუკუნის ფიქცია. ავიღოთ ცნობილი ბადალენის სექცია, ნამდვილი ტურისტული მახე, სადაც ფოტოების 99%-ია გადაღებული. ის მთლიანი მარშრუტის მხოლოდ 75 კილომეტრს წარმოადგენს. ეს ნაწილი 1950-იანი და 1980-იანი წლების შუალედში პრაქტიკულად თავიდან ააშენეს და რაც ყველაზე სასაცილოა, თანამედროვე ბეტონითა და ქარხნული აგურებით. დიახ, მთავარი მიზნანი ვიზუალური სილამაზე იყო და არა ისტორიული სიზუსტის შენარჩუნება. მაო ძედუნს ეკუთვნის ცნობილი ფრაზა: თუ არ ყოფილხარ კედელზე, არ ხარ ნამდვილი ჩინელი. მე-20 საუკუნის ლიდერებს ეროვნული პატრიოტიზმის ახალი სიმბოლო სჭირდებოდათ და სწორედ მათ აქციეს ქვების ეს მიტოვებული, ნახევრად დანგრეული გროვა იმ წმინდა აუცილებლად სანახავ ხატად, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში ჩინეთის სიძლიერესთან ასოცირდება. და ბოლოს მინდა ერთი ძალიან პროვოკაციული და დამაფიქრებელი კითხვით დაგტოვეთ. არის თუ არა სიმბოლო მის ფიზიკურ რეალობაზე უფრო მნიშვნელოვანი? რა მნიშვნელობა აქვს რა იყო ის თავიდან? ტალახის თხრილი, აგურის ციხესიმაგრე თუ დღევანდელი ბეტონის ტურისტული მახე? შესაძლოა ის ამბავი და მითი, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, თავად ამ ქვებსა და ბეტონზე გაცილებით ძლიერი და გამძლეა. აბა, დაფიქრდით ამაზე. დიდი მადლობა, რომ მიყურებდით და მისმენდით ამ განხილვაში. იმედია, ახლა სულ სხვა თვალით შეხედავთ ამ გრანდიოზულ ისტორიულ ილუზიას.